ციკლაურთან დაკავშირებით მინდა შევუერთდე, მე მგონი ყველა მოქალაქის აღშფოთებას იმის თაობაზე, რომ გუშინ მოხდა ეს ვანდალური ფაქტი და პარლამენტის წევრი ნუგზარ ციკლაური, რომელიც სახლში ბრუნდებოდა გვიან ღამით, მას როგორც თავად იხსენებს და როგორც მეზობლების ჩვენებიდან ირკვევა, რამოდენიმე პირი დახვდა, რომლებმაც იაყენეს საკმაოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფები და დაზიანება, თუმცა მის ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და განსაკუთრებით პარლამენტის წევრის წინააღმდეგ არის სრულიად მოუთმენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე უმოკლეს ვადებში გახსნიან ამ დანაშაულს, ისევე როგორც იხსნება ძალიან ბევრი სხვა დანაშაული ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ იქნება განსაკუთრებული ყურადღება და დატვირთვა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მე ყველას მინდა მიმართო სამართალდამცავ ორგანოებსაც, პოლიტიკოსებსაც, მოქალაქეებსაც, როდესაც საუბრობთ ქვეყნის გარშემო შეკრებილ ღრუბლებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და სად და რა თემები იქნება წინ წამოწეული და რითი მოხდება დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია ქვეყანაში, ეს ჩვენ არ ვიცით, ეს მტერმა იცის. ამიტომ მსგავსი ფაქტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და დამნაშავეებმა საკადრისი უნდა მიიღონ. ჩვენ ხედავთ რაღაც გარკვეულ გამოცოცხლებას, გარკვეული ესეთი ფიზიკური შეხლა შემოხლის თემატიკის, ეს ხან ამ თემაზეა, ხან იმ თემაზეა, ამიტომ გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს ახლა ვიდრე ოდესმე. იმიტომ რომ ეს შესაძლოა არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფაქტები და სწორედ რაღაც ჭაჭვის გარკვეულ რგოლებთან კონდეს საქმე. ამიტომ ამ კონკრეტული ფაქტის თაობაზე ჭეშმარიტების დადგენა და დამნაშავეების დასჯა არის ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი დატვირთვის მქონე ამოცანა.